მე არ ვიცი, მე ძალიან ისე ვიგზენი თავი, რომ ეხა მიდი, მოვდივარ, ლაპარაკობ ყველაფერზე, როგორც მინდა, რადგან ეს ტაბი უნდა იყოს, ახლა ჩემი მეგობარი, კითხვები, ისი ძალიან მეშინია. და პირველი კითხვაც ძალიან აშკარად მაქვს მიზეზი, რომ მეშინოდეს. ო, მართლა? მე მეგონა ისე. პირველი კითხვა ამბობს, რომ არსებობს თუ არა დიალოგი შენს გონებაში, რომელსაც ვერასდროს ივიწყებ, რადგან ფიქრობ, რომ ვერ თქვის, რისით მას გსურდა. ხო, რაღაც ბავშვობის მერე გადავწყვიტე, რომ რაღაცების თქმა რომ მინდა, უბრალოდ რაღაცები რომ აწუხებს, ან რაღაცას ცოტა ზედმეტად გგზნობ, უნდა ვთქვა მაშინ, როცა ვგზნობ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც 1 წუთის შემდეგ ცოტა დაგვიანებული იყოს. მაგრამ არსებობს დიალოგები, რომელიც მინდა და რომ უფრო დიდხანს გაგრძელებული იყო. და ძირითადად ეს მაშინ ხდება, როცა საყვარელ ადამიანთან რაღაც საკმარისად ვერ ილაპარაკე და ის საყვარელი ადამიანი ახლა შენთან არ არის. და ესეთ რაღაც მოხდა და რაზეც ხშირად ფიქრობ ხოლმე. და ძალიან სევდიანი არის ეგ ამბავი. და ყველას მაგას ვეუბნები, რომ თუ ვიღაც მოგწონს, ან გიყვარს, ან ოჯახის წევრი, რომელიც შენთან ახლა ახლოსაა და რომელიც ხადია გიყვარს, რომ რაღაცა გამოხატე დროულად. რომ მართლა შეიძლება მეორე დღეს უკვე ძალიან დაგვიანებული იყოს. მეორე დღე კი არის შეიძლება 1 საათიც ან რამდენიმე წუთიც. შენს თავს რომ შეხვედროდი 10 წლის წინ რა რჩევებს მისცემდი? ჩემი თავი 10 წლის წინ იყო 15 წლის. და რა რჩევას მივცემდი 10 წლის. ალბათ ძალიან პატარა იყო 10 წლის წინ და განსაკუთრებულ არაფერსთან არ მაქვს ის ჩემი შემჩნევით ყველაფერს სწორად აკეთებდა. რამდენიმე წლის წინ ჩემ თავს ალბათ 5 წლის წინ, შეიძლება 6-7 წლის წინ ვეტყოდი იმას, რომ იჩქარიან წამები. წამები მართლა იჩქარიან და რაღაცების უფრო მეტად მოსწრება შეიძლება. რაღაც უფრო მეტ ადგილას ყოფნა, ან შეიძლება ნაკლებ ადგილას, მაგრამ ხარისხიანად. ვისთან ან რა სიტუაციაში გრძნობ თავს ყველაზე თავისუფლად და ზოგადად რა არის თავისუფლება შენთვის? ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ ჩემს მეგობრებთან ერთად და საყვარელ ადამიანებთან ერთად და რაღაც სტანდარტული პასუხივითაა, მაგრამ ის არის, რომ როგორღაც ძალიან კარგი მეგობრები შემოვიკრიბე და ოჯახის წევრები ცხადია თავისთავად შემომეკრიბა, ვისთან ერთადაც ვარ ისეთი, როგორიც ვარ და ალბათ ეს პიროვნული და ურთიერთობის თავისუფლება ეგ არის ჩემთვის. ზოგადად თავისუფლება უფრო ბევრი არის, უფრო დიდი არის და მე ძალიან მჯერა, არ ვიცი, ადამიანების სიყვარულის და ყველანაირი ადამიანის პატივისცემის და თუნდაც განსხვავებული აზრების. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ისე მოხდა, რომ რაღაცებს ამ შუღლს და კედელს აშენებენ ხალხს შორის, თუნდაც ადამიანებს შორის, რომლებიც გვერდიგვერდ შეიძლება ცხოვრობდნენ და ამ ხალხს აჯერებენ, რომ ერთმანეთი შეიძლება არ მოსწონდეთ ან არ უყვარდეთ. ჩემს თავისუფლება არის ის, რომ რაღაცები შეიძლება ერთნაირად არ ფიქრობდნენ ეს ადამიანები, თუმცა ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თავისი აზრის გაჟღერების უფლება, სიყვარულის უფლება, არ ვიცი, სირბილის უფლება, ცეკვის უფლება, ყველაფერი. ჩემს თავისუფლება ეგ არის, რომ ძალიან დიდი არის და არ ვიცი, დადის ზუსტად ადამიანების სიყვარულამდე, რომ მე ყველა ადამიანს ვჭერა, ვინც ჩემი ირგვლივ არის, ვინც რაღაცა ცდილობს, რომ თავისი სურვილები, სხვის სურვილები არ შეურაცხოს. არის რაიმე, რაშიც გრძნობ, რომ ვერავინ გიგებს. მგონია რომ არ არის. ხო ალბათ ეგ ცდის შედეგია, რომ რაღაცა ალბათ ჩემ თავს ზუსტად ახლა შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 10 წლის წინ ჩემს თავს ვეტყოდი იმას, რომ ისეთი ადამიანები მოძებნე და როგორც ჩანს მოძებნე, იმიტომ რომ დღეს არიან ეგეთი ადამიანები, ვინც მიგებენ. რა არის შენი ყველაზე დიდი შიში? ხო, ეს მკითხა რამდენიმე დღეს წინ ვიღაცამ. და თან მკითხა სოციალურ ქსელში კომენტარებში და ვიფიქრე, რომ რანაირ სივრცე არჩია ახლა ამ ახალგაზრდამ, რომ რას მეკითხება. რა არის შენი ყველაზე დიდი შიში? და თან ხო არ ვიცი, ეგეთ რა კითხვებს გამბედაობა ჭირდება და პასუხსაც ჭირდება ალბათ გამბედაობა. ხო. ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ეგ, რომ დრო შეიძლება გავვიდეს. ხო, მარტივი პასუხი ეგ არის. დიდ პასუხი ეგ არის, რომ რაღაცები ვერ მოვასწრო. რა არის შენთვის მეგობრობა? კარგი მეგობარი ხარ? მეგობრობა ბევრი რამე არის. არ ვიცი, ყველა ჩვენი ახსნა გვაქვს მეგობრობის. მე მგონია, რომ კარგი მეგობარი ვარ. იმედია ჩემი მეგობრების დამეთანხმებია. და ხო, მეგობრობა ის არის, სადაც თავს გრძნობ ავთენტურად
რაღაცა ისე გამოდის CV-ს რაღაც გასაუბრების პასუხად, მაგრამ მართლა ეგრეა, რომ თავს გრძნობ, რომ მე ვარ პრინციპში ახლაც ეგრე ვგრძნობ. ეგრე გამოდის, რომ მეგობრობთ. რომელი სიტყვა ან ფრაზა გაღიზიანებს ყველაზე მეტად და რატო? არ ვიცი. მუნდაც ხო, ეგ ფრაზები, რომლებიც ბოლო პერიოდში ისმის ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ დემონიზირებენ მათ და ვიძახიან, რომ ახალგაზრდებს რაღაცები არ უყვართ, არ აქვს სურვილი განათლება არ მოსწონთ და ასე შემდეგ. ეგ მაღიზიანებს და ძალიან მაბრაზებს კიდევაც, როგორ შეიძლება ქართველ ახალგაზრდაზე თქვა, რომ თუნდაც განათლება არ უნდა, მუშაობა არ უნდა. ფეხის ნაბის, ორნაბის გადადგამ და ნახავს სამ ადამიანს, რომელიც რაღაც უამრავ რაღაცას აკეთებს, რომ თავის ქვეყნისთვის ან საკუთარი თავისთვის ან ოჯახისთვის გამოსადეგი იყოს. როდეს იგზენი ბოლოს, რომ მართლა დაგინახეს და გაგიგეს. ხო. როდეს იგზენი. არ ვიცი. ჩემი შეშ დავარქვა იმას, რომ რაღაცები შეიძლება არ გამომივიდეს. და მე მგონია, რომ როცა მაგის შიში გაქვს, მარტო ერთი ადამიანისთვის, მარტო შენ თავთან მაგის ტარება ძალიან რთულია. და როცა არსებობს ადამიანი, ვინც ამ შიშს გაიაზრებს და გეტყვის, რომ იცი რა, არა უშავს. არის ჯერ კიდევ დრო, ან სხვა ცდები ხო არის. და როცა მაგ არის ვალიდაციას მოგცემს ადამიანი, რომ იცი რა, შენ თუ ახლა არ გამოგივიდა, არა უშავს. სხვა დროს გამოგივა, მაგდროს გწნობ, რომ დაგინახეს და ძალიან გაგიგეს. ყოველ ჯერზე როცა ბოლო პერიოდში რაღაც არ გამომივიდა და ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი, ჩემი საყვარელი ადამიანები ან თუნდაც მეგობრები ჩემთან ერთად არიან, ყოველ ჯერზე ვგრძნობ, რომ ვიცი, დანახული ვარ მაგ სივრცეში. ბევრი არ ვიცი ვთქვი. რა არის შენი ყველაზე დიდი შინაგანი ბრძოლა, რომელსაც გარედან ვერავინ ხედავს? გარედან ვერავინ ხედავს, რომ შეიძლება ვიღაცებს გონიათ, რომ არ ვიცი, რაღაცა ჩემი თავის 100% ვარ ყოველთვის და აქვს სურვილი, რომ ჩემგან იდეალური მე შეიქმნას და პირობითად ეგ არის ჩემთვის შინაგანი ბრძოლა, რომ ვიღაც ადამიანის 1-ის, 10-ის, 100-ის, ან 1000-ის, ან 10,000-ის ეგ იდეალური მე ვერ გავამართლ. ხო. არის რაიმე, რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობ. ეხა ამ სკამზე ავალ. და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჩემო თავო ყველაფერი გაპატიე. მაგრამ ეგრე არის ხო, მაგით დავიწყე. რომ ჩემ თავს ვაპატიე და ახლა სხვა რაც მოხდება, იქ დანარჩენი იყოს იქით. და ის შეცდომები და რაღაც სულელეები, რაც შეიძლება ჩემმა თავმა წარსულში ნებით უნებლიეთ დაუშვა, მე მგონია, რომ ისაღებია, იმიტომ რომ აქამდე მოვედი. ალბათ ეგ არის, რომ აქამდე ალბათ ერთი სხვანაბიჯიც შეიძლება ერთი სხვანაბიჯსაც არ მოვიყვანე აქამდე, რომ ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება სხვა რაღაცები, ძველი რაღაცები სხვანაირად გაკეთებულიყო, მაგრამ მე ვიქნებოდი ასეთი, არ ვიცი. რომელმა ურთიერთობამ გასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი და რა ისწავლე? ახლა გავიქცევი. კარგი გოგთაკეთე. ხო. არ ვიცი პრინციპში რა დონეზე შემიძლია ამაზე ვისაუბრო. თუმცა ჩემს ოთახში, ჩემს მაგიდაზე არის უამრავი ნივთი და ამ ნივთებს შორის არის ერთ-ერთი კედელზე გაგრული დაფა, სადაც ორი პატარა ჭიკარტით არის მისმული პატარა ფურცელი, სადაც მიწერია, რომ ჩემი სიყვარული ის 10 თეთრიანებია, რომელსაც შენი ლიფტისთვის ვაგროვებ და ახლა შემიძლია 78 ჯერ მოვიდე და ამდენჯერვე გავუბრუნდე უკან, ხო და ეს ყველაზე მთავარი რაღაცები და გაკვეთილი მასწავლა იმ ურთიერთობამ, სადაც ვიგზენი, რომ სიყვარული არ არის მარტო გმირობა და თავგანწირვა და მე-10 სართულიდან გადახტომა და გველეშაპის დამარცხება და ასე შემდეგ. არამედ სიყვარული არის, არ ვიცი, თუნდაც 10 თეთრიანების შეგროვება, თუნდაც ძალიან ბევრი სისულელის დამახსოვრება, რომელიც ერთმანეთზე შეიძლება იცოდეთ ან არც იცოდეთ. ძალიან პატარა დეტალებზე ზრუნვა, პირობითად იმის ხსოვნა, რომ რაღაცა ცხარე საჭმელები უყვარს. ან შემწვარი კარტოფილი უფრო ნაკლებად დამწვარი უყვარს, ვიდრე ძალიან დამწვარი. ან რა ვიცი, ავოკადო საერთოდაც ეზიზღება.
ეგეთი რაღაცები და ის ურთიერთობა, რომელიც გასწავლის, რომ ეგ პატარა დეტალები არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ეხლა შენ უზარმაზარი ბეჭედი უნდა იყიდო და რაღაცა 2000 კაციანი ქორწილი მოაწყო. მეგრელებს გვყავს 2000 კაციანი ქორწილი. მეც. და ხო. სიყვარული არის ეგ რა. პატარა ნაბიჯები. და მაგ ურთიერთობამ მასწავლა. კონკრეტულად რომელმა? ხო, ეგ წარსულში. რა არის ერთი რამ, რაც აუცილებლად გინდა მოასწრო შენს ცხოვრებაში? ძალიან რეალისტური რაღაცები არის. მინდა რომ ხო, არაფერი რაღაცა მინდა. მინდა რომ ოჯახი მყავდეს და განსაკუთრებით მინდა რომ მყავდეს შვილები, ოღონდ ეგ ალბათ ყველას უნდა, მაგრამ პრინციპში მეც მინდა იქიც ალბათ პირველ ადამიანს უნდა რომ მინდა რომ ადამიანებს ჩემი ერთგულიდან განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრები არიან და იქნებიან სხვა დროს ვასწავლო რომ თავარი არის სიცოცხლე, დიდხანს ცხოვრება, ჯანმრთელობა და ასეთი დეტალები. მინდა რომ ჩემი ერთგული ადამიანებს უთხრა რომ რაღაცა უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თავებზე ფიზიკურ ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. და მინდა რომ მოვასწრო ეგ ცხოვრება. უფრო სწორად მოვასწრო ჩემ ცხოვრებაში ისე ჟღერს რომ სადღაც გასაქცევი ვარ რომ შემდეგ 20 წელში მოსასწრების სია მქონდეს. მე მინდა რომ ჩემ ცხოვრება იყოს უფრო მეტად ხანგრძლივი. ეს იქნება არ ვიცი ჯანმრთელობის ზრუნვით თუ ასე შემდეგ. და მინდა რომ თუ ხანგრძლივი იქნება პრინციპში ჩემი ცხოვრება, ბევრ ამასაც მოვასწრებ. არცად წასასვლელი არა ვარ, არცად არ მეჩქარება. როგორ გინდა რომ გაგიხსენონ ადამიანებმა, როდესაც აღარ იქნებიან. ხო. რავი, თუ უნდა საერთოდ არ გამიხსენონ რა. რაღაც პერიოდის უკან დავკარგე ბაბუა. ჩემი უახლოესი მეგობარი, არ ვიცი, ჩემი ძმა, ჩემი ძმაკაცი, ყველაფერი ერთად. და როცა ვიხსენებ ბაბუას, ვამბობ რომ ჩემი ღონიერი ბაბუა. და უგონოდ ეს ღონიერება არ იყო მარტო ფიზიკური, იყო ადამიანურიც. და ალბათ მე როცა აღარ ვიქნები, მინდა რომ ეგრე გამიხსენო, მითქვას რომ ვიყავი ღონიერი. ღონიერი საქმეშიც და ღონიერი ურთიერთობაშიც. ღონიერი სიყვარულშიც, ღონიერი ბედნიერებაშიც, ღონიერი ტირილშიც, ღონიერი სევდიანობაშიც და ყველაფერში. და ხო, თუ არ გამიხსენებენ, არ აუშავს. მაგრამ თუ მაგისთვის ვიღწვი, ჩემს სიცოცხლეში იგრძნობს მაგას ყველა. სიცოცხლის მერე სხვა მიკითხოს. რა არის ის ერთი თვისება, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს საკუთარ თავში, მაგრამ ძალიან გიჭირს შეცვლა? ჩემ თვისებებთან, რა ვიცი, ვცხოვრობ და თუ რომელიმე მათგანი მაგალითად ვგრძნობ, რომ ჩემ საყვარელ ადამიანებთან არაკომფორტულად მაგზნობინებს თავს ან მათ აგზნობინებს, ცხადია ვცდილობ რომ შევცვალო. იყო ესეთი თვისებები, ალბათ ის რომ არ ვიყავი, უფრო სწორედ არ მქონდა ჩემი გულწრფელი ვერსია ნამყოფი, ნაპოვნი. მაგრამ ახლა მგონია რომ ყველა თვისებას ეგ ჯობნის რომ ვგრძნობ ანგარიშვალდებულებას ადამიანების მიმართ, ვგრძნობ რომ გულწრფელი უნდა ვიყო ურთიერთობაში, ვგრძნობ რომ უნდა ვილაპარაკო რაღაცებზე და პრინციპში ეგ პრინციპები აუცილებლად გაპოვნინებს უკეთეს ვერსიას და მერე თუ რაიმე უარყოფითი თვისება დაგრჩა, მაგასაც მოერევი, ალბათ. რომელია წიგნი, რომლის კითხვის დროსაც თავს სახლში გრძნობ? მოვიდა წიგნების დროც. რომელია წიგნი, რომლის კითხვის დროსაც თავს სახლში გრძნობ? ამ ზაფხულს სამეგრელოში ჩავედი. ძალიან გრძლად მიყვარს თქმა. ვკითხულობდი წიგნს თეთრი მაგნოლია, რომელიც არის თამარ ერაძეს ფსევდონიმი არის ესეთი და არის მსუბუქი დეტექტივი, ძალიან კარგი საკითხავი. და როცა ჩავედი, ჩემს ოჯახის წევრებს აქვთ ეგეთი თვისება, მამას და ბაბუას, რომ რაღაცას რომ ვკითხულობ, ძალიან დიდი ინტერესი აქვს, თვითონაც წაიკითხო. და ესე მოხდა, რომ ბაბუა ჩემს დაუტოვე წიგნი, ძალიან მოეწონა, გაგიჟდა, გადაიღია.
და მოკლედ ყოველ დარეკვაზე, ყოველ ჩასვლაზე მეუბნებოდა, რომ როდის გამოიცემა შემდეგი ნაწილი ამ წიგნის. შემდეგ ამ წიგნის ავტორი დაამპირდა, რომ როცა მეორე წიგნი გამოიცემა, აუცილებლად გამოვაგზავნი თქვენთან, ხელმოწერით, ბაბუასთვის და ასე შემდეგ. და ისე მოხდა, რომ ეს რამდენიმე თვე, 6 თვე ბაბუა ყოველ ჯერზე მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ხო არ დაწერა ახალი წიგნი და მე მეუბნებოდი, რომ იცი რა, ძალიან დიდი დრო ჭირდება წიგნების წერას ზოგადად. და ისე მოხდა, რომ ბაბუა რომ გარდაიცვალა და მის ოთახში შევედი, მის ტუმბოზე იდო წყალი, სანათი და წიგნი თეთრი მაგნოლია თამარ ერაძის. და მივხვდი, რომ ეს წიგნი იქნებოდა წიგნი, რომელიც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ძალიან გამყვებოდა ყოველთვის მის თავს. გამახსენებდა და ეს იქნებოდა ძალიან ჩემი სევდა, რომელიც თან ძალიან მტკივნეულია და თან მაგ ნაჭურში არსებობ. და მე როცა ამ წიგნს ვუყურებ და ფოტოს რომელიც გადაუღია ამ ტუმბოსანაც და წიგნს მე ყოველთვის ახში უგზნობ თავს. მედია სწორად მახსოვს ავტორის სახელი და გვარი. რა გაძლევს ძალას მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელიდან გეცლება. არაფერი. არაფერი არა. ალბათ ყოველთვის მჭირდება ვიღაც ადამიანი ხელშესაჭირი. ხშირად ეს არის დედაჩემი. მაგალითად ამ ტურაში მქონდა რაღაც ძალიან საკვანძო მომენტი. გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ვიცოდი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული. და დავრეკე დედაჩემთან, რომ დედა ამას ვაკეთებ. და იქიდან მოდის პასუხი, რომ კი, გავაკეთე, თუ ასე ფიქრობ, ასე შემდეგ, სხვა სიტყვებით თქმული, თუმცა ადამიანები ათასნაირად გეუბნებიან იმას, რომ შენ გვერდში დგან. მათ შორის იმით, რომ იცი რა, თუ გინდა ახლა სენაკში ჩამოდი და შენ საყვარელ საჭმელს გაგიკეთე. ეგ იმას ნიშნავს, რომ ხარს გიჭერ, შენთან არის, უყვარხარ და იყვარები სიცოცხლის ბოლომდე. ჩემი საყვარელი ადამიანები მაძლევენ ძალას მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელიდან მეცლება. და ყოველთვის ყველას ვცდილობ, რომ უთხრა, რომ როცა ძალიან რაღაც გაწუხებთ, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როცა ფიქრობთ, რომ არაფრისთვის არ ღირს ცხოვრება, აუცილებლად არის ადამიანი, ვისაც შეიძლება დაელაპარაკო და უთხრა, შენი არ ვიცი, სურვილი, სევდა, გადაწყვეტილება, ასე შემდეგ, გასაჭირი, ტკივილი და ასე შემდეგ. უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და ხო, ეგ ხალხი გვიშველეს. რა არის ის, რითიც ყველაზე მეტად ამაყობს საკუთარ თავში? დავიბადე საქართველოში. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ეგ ჩემზე დამოკიდებული არ იყო, სად დავიბადე, თუმცა მაინც უკვე ჩემი თვისება არის და ჩემი იდენტობის ნაწილია. და ძალიან ვამაყობ მაგით, რომ საქართველოში დავიბადე. და ხანდახან ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში იმის გამო, რომ რაღაცები არ გამოგვდის, რაღაცებში ხელს გუშლიან, უფრო მეტად ბევრ რაღაცაში. გვინდა ხოლმე, რომ წავიდეთ შორს, გავიქცეთ. რაც გავაკეთე. მაგრამ აქ ვარ. დაუბრუნდი და მივხვდი, რომ სინამდვილეში რაც უფრო შორს მივდივარ, საერთოდაც ვერ მივდივარ შორს. პირიქით უფრო უახლოვდები ჩემ ქვეყანას და ჩემ იდენტობას. და ძალიან მომწონს ეგ, რომ რაღაც მაქვს შიგნით. შეიძლება ეს ასე, არ ვიცი, მხედრული ასოებით არ იყოს დაწერილი, რომ მე ვარ ქართველი ან რაღაც ეგეთი, მაგრამ რაღაც არის შიგნით. თან კულტურაც, თან ისტორიაც, თან სიყვარულიც, თან კულინარიაც, არ ვიცი, ყველაფერი ერთად. რაც გაგრძნობინებს იმას, რომ სახლში ხარ. ალბათ ეს კითხვა უფრო მეტად თვისებაზე იყო, თუმცა დიდად სხვა თვისებებს ვერ გამოვარჩა. მართლა, ამას ძალიან მოხს კიდე კარგად გავწელი. იცი რა რიტმი არის და დავსვამთ. აღმოჩნდა, რომ კითხვების პარალელურად ფეხებს ვაბაკუნებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თან თქვენ მუსიკასაც უსმენთ. თავსვამთ კაც. ხო. რომ შეგეძლოს ნებისმიერი მწერალის ადგილას აღმოჩნდა და მისი წიგნის დასასრული შეცვალო რა შეცვლილი. არასოდეს არ ვისურვებდი ამას. იმიტომ რომ მწერლები ქმნიან ამბავს თავის დასაწყისით დასასრულით, უამრავნაირად შეიძლება ამ კითხვას გასცე პასუხი, თუმცა საერთოდ არ ვისურვებდი მაგას. მე მგონია, რომ წიგნები, რომლებიც ოდესღაც წამიკითხავს და ოდესმე წავიკითხავ და წიგნები, რომლებიც შემიყვარდა და რომელიც არ შემიყვარდა, ყველა იყო ისეთი, როგორიც არის და არც ერთი არ იმსახურებს ისეთ დიდ, არ ვიცი,
შეწინააღმდეგებას, დიდ დანაშაულს, როგორც არის რაიმე შეცვლა. არ გადავარჩენდი არავის. კითხვების თვალსაზრისით. არ ჩავერეოდი საერთოდ არასდროს. არა, აი, ყველაზე ახლოს მაგასთან არის ხოლმე პატარა უფლისწული პირობითად. და მანდ აი ხარ რომ ჩამაგდო საჰარას უდაბნოში დავატრიალებდი ისეთ ამბებს რომ პატარა უფლისწული ჩვენთან არის და ასე შემდეგ და მაგრამ ხوار გამოვიდოდა პატარა უფლისწული. პატარა უფლისწულის ავტორი სენდექსიუპერი დაიღუპა დაახლოებით ისე როგორაზეც წერს გაფრინდა და ვერავინ ვერასდროს ვერ მიაგნო მის ვერ ცხეულს ვერ თვითმფრინავს და ვერაფერს. ჩემი წარმოდგენით გადავარჩენდი სენდექსიუპერს ანუ ვეთხოვდი რომ დღეს არ არის კარგი საფრენი ამენთი და ნუ გაფრინდები ჩემო კარგო. თუმცა ვინ იცის ეგოისტურად მაგას ვიძახი რომ შეიძლება რომ არა ის ამბები რაც ეგზიუპერის შემთხვევაში დატრიალდა შეიძლება ჩვენ ვერ გაგვეგო ისეთი გენიალური ნაწარმოების შესახებ როგორც არის პატარა უფლისწული. ამბავი მოხდა. ალბათ გადავარჩენდი ეგზიუპერს, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. ხო, ხანდახან ხო გინდა ხოლმე რომ ჩაერთო. სერიალს რო უყურებ და რო ეუბნები რომ ის არის მატყუარა. მაგრამ მე ხვდები რომ ეგ მატყუარაც უნდა არსებობდეს, ეგ დანაშაულიც უნდა არსებობდეს, რომ ეგ წიგნი შენამდე მოვიდეს. მე დავწერ ისეთ წიგნს, სადაც პერსონაჟები იმდენს იტანჯებიან და ზოგიერთი გადარჩება კიდევაც, როგორც მე მინდა. და მე სხვა მგასეს პასუხი ჩემ წიგნზე გადაარჩენდა თუ არა ჩემს პერსონაჟებს, რომელიც მე დავწერე. მაგრამ მე ჩემს საყვარელ ავტორებთან არაფერში არ ჩავერივი. როდის და რაზე იტირე ბოლოს. კაცები ტირიან. ძალიან ბევრს ტირიან და მეც ძალიან ბევრს ტირი ხოლმე. ტირი ყველაფერზე. ტირი წიგნებზე, ტირი ფილმებზე, ტირი იმაზე რომ ვიღაც მიყვარს, ტირი იმაზე რომ ვიღაც შეიძლება არ მიყვარს, ტირი იმაზე რომ რაღაც მინდა და არ გამოდის, ტირი იმაზე რომ რაღაც ადამიანები მიდიან. და ისე მიდიან რომ ვეღარ დაბრუნდებიან. ბოლოს ვიტირე მაგას. 26 წლის იანვრის დასაწყისში წავიდა ჩემი ღონიერი ბაბუა. ბევრი ვიტირე, მაგრამ კაი არის რა, გეხმარება ტირილი. რაღაც ისე გამოვიდა, თერაპიული ეს ყველაფერი. თან რაღაც სევდიან ნოტაზე ვარ დავასრულოთ. საჩუქარი გვაქვს შენთვის. შეიძლება მაგაზეც ვიტირო. ძალიან კაი იყო. გონი ძალიანაც არ უნდა შემშინებოდა. მადლობა. შეიძლება. ვაუ, დიდი მადლობა. თბილისშენს. მე და შენ ვამბობს. ჯერ მარტო მე ვარ, მაგრამ ალბათ ის. კი. შევიყვარებ. არა, მიყვარს წითელი კაია. შვინდისფერი. უკანაც. ეს ვარსკვლავები ჩვენ ვართ ხო ყველა. აქ არის ღვინო. მე არ ვსვამ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს. ხო. ჩემი ირგვლივ, ამიტომ მარტო ყველაფერს მარტო ჩემთვის ვარ ვაკეთებ. მეგონა რომ ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ. ან მეგონა რომ ეხა 10 წუთი იყო გასული ან რაღაც გავს. მე არ ვიცი, მე ძალიან ისე ვიგზენი თავი, რომ ეხა მიდი, მოვდივარ, ვლაპარაკობ ყველაფერზე, როგორც მინდა, რაზეც მინდა. მოვალ ხოლმე, თუ თერაპიები ისე გამიცდა. აქაურ თერაპიებზე მოვალ. ხო, ოღონდ შემდეგში მოვალ მეწყვილესთან ერთად. ოღონდ ვერ დაკვირდებით, რომ ძალიან მალე ვიქნები მეწყვილესთან. და თქვენც ესე ხვალზე გარიჩქაროთ. თან უკან ვინც გამოყვება, ნახავს რომ ვარსკვლავი მახატია. სარკეში ხوار მოყვა. ხوار მოვიდა. ხო, მარტივი კითხვები არ იყო. კი, მე ლაპარაკი მიყვარს. ძალიან ხშირად მაგას ვაკეთებ, რომ რაღაცებზე ვაპარაკობთ და ძალიან გასართობი არის და ჩანსაღად გამყოფებს და რაღაც ეგრე გამოვიდა. შეგვიძლია გადმოწერო აპლიკაცია, რომელსაც გვამეთ და შენ. მეგობრებთან ერთად, როცა მოხდები, დაგეხმარება, რა თავოთ ერთმანეთს. მეტი ისაუბროთ და მეტი მოისმენათ, იმიტომ რომ გავიწყდება, რომ მოსმენაც
კომუნიკაციის ნაწილი. ხო, ხანდახან ადამიანები იმიტომ კი არ გიყვებიან, რომ უთხრა, რომ ეხლა გეტყვი სამ გზას, როგორ უნდა მოვაგო ეგ პრობლემა. არამედ იმიტომ რომ უბრალოდ მოусმინო, რომ ჭირდება მომსმენი. სულ რაღაც დამრიგებლური ტონით მეგობარი არ არის საჭირო. ხანდახან მოსმენაც არის არაჩვეულებრივი.